დადგებია. მეგობრებო, მოგესალმებით. შეგვიძლია რომ ცოტა აქეთ გადმოვიწიოთ და კალი გავაკეთოთ. დიდი მადლობა, გულწრფელად რო გითხრათ, ამდენ ადამიანს არ ველოდი რომ 2026 წლის პირველ ჩვენს დისკუსიას დაესწრებოდა, განვაახლეთ მოკლედ ეს დისკუსიები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ვიყოთ იმისთვის, რომ არ დაუშვათ ის ანდებლური ცვლილებები, რასაც განათლების სამინისტრო და მთავრობა მიზნად ისახავს. შეგახსენებთ, რომ დღეს არის სიმბოლური დღე არის, იმიტომ რომ რექტორთა საბჭოს შეხვედრაც არის ქუთაისში, სადაც განიხილავენ აი ეგრეთ წოდებულ რეფორმას. თებერვლიდან იცით, რომ პროგრამებზე კვოტებით განისაზღვრება და გაცილებით უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება, თუ რაოდენობრივად უკვე თქვა, როგორ შეეხება ეს უნივერსიტეტებს. ვიცით, რომ წმენდის ახალი ტალღა არის დაწყებული, როგორც თვითონ სიპებში, მაგალითად ნაექში, გავრცელებული ინფორმაციით, მათი ხელმძღვანელიც მოიხსნა თანამდებობიდან, თუმცა დადასტურებულად ვერ ვიტყვით და იგივე შეიძლება შეეხოს ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. ასევე ცხადია თვითონ უნივერსიტეტებს. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეს შეკრებები, დისკუსიები, გაუზიაროთ ერთმანეთს, თქვათ ის ინფორმაცია და ცოდნა რაც გვაქვს და ცხადია ვისაუბროთ, თქვათ გამოსავალზე და მობილიზებაზე, როგორ უნდა მოვიზიდოთ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი. დღევანდელი დისკუსიის თემა არის უფრო სტუდენტების საჭიროებები და ჩვენ რა ვიცი, პირველივე დღიდან ვცდილობთ, რომ მათ მოусმინოთ, მათი ხმა უფრო აქტიურად ჟღერდებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ თქვათ მაინც სტუდენტები ნაკლებად არიან წარმოდგენილები, ჩვენ მოკლედ ამ ოპტიმიზმს წავკარგავთ და მოდივად ვცდილობთ, რომ დაუძახოთ რაღაცნაირად თქვათ დავაინტერესოთ ამ თემებით და მეორე მხრივ გავერკვეთ, ხო, რომ თქვათ რატომ ხდება ისე, რომ თქვათ ესეთი ნაკლები აქტივობა არის სტუდენტების მხრიდან, არ არიან თქვათ ისეთი აქტიურები თვითონ სტუდენტთა ორგანიზებული ჯგუფები და ბუნებრივია თქვათ ეს ერთ-ერთი მიზეზი ამისი არის პროპაგანდა და რეპრესიები, რაც არა მხოლოდ ეხლა, არამედ წლებია უკვე მათი მისამართით ხორციელდება. მოკლედ დღეს ვილაპარაკებთ სტუდენტების საჭიროებებზე, თუმცა ცხადია სხვა საკითხებსაც შევეხებით. რაღაცა დისკუსიის ფორმატიც გვექნება, მაგრამ თავდაპირველად ვთქვათ, სტუდენტებს დაუთმობთ დროს და მიკროფონს და პირველი გამოსვლელი იქნება ლაზარე ქარჩხაძე, ჯიპას სტუდენტი არის, ასევე არის ჩვენი მოძრაობის სოციალური დემოკრატიისთვის
წევრი, ხოლო თვითონ ამ დისკუსიებს როგორც იცით, ვთქვათ, ვაორგანიზებთ ჩვენი მოძრაობა, თავისუფლების მოედანი, მოძრაობა ქართული განათლება საფრთხეშია და საზმაუს ეგრეთ წოდებული საზმაუს მარში. მადლობა. გამარჯობა, მოგესალმებით. ხო, მე ვიტყვი, რომ აქტიური საგამოცდო პერიოდია და ბევრ სტუდენტს ვთხოვეთ მოსვლა, მაგრამ ამასაც შეგვიძლია დღევანდელი სიხალვათე ერთის ხრივ მივაწეროთ, თუმცა არა მხოლოდ. გოტამ სწორად აღნიშნა, რომ ზოგადად ბევრ სტუდენტურ ჯგუფთან მიწევს კონტაქტი, კომუნიკაცია და ზოგადად ძალიან გართულებული არის სტუდენტური ორგანიზება. იმდენად აი წლების განმავლობაში დაშლილი არის ეს რაღაცა საუნივერსიტეტო სივრცე, სადაც შეიძლება რომ სტუდენტები შეიკრიბნონ, ისაუბრონ, იმდენად დაგსაქსული არის ზოგადად ქსოვილი საუნივერსიტეტო, რომ ძალიან რთული არის თუნდაც ერთ სივრცეში შეკრიბო რაღაცა რაოდენობის სტუდენტები და ესაუბრო. ჩვენ მე მინდა ერთის ამაზე ვისაუბრო, ეხლა ამ პერიოდში როგორ მუშაობთ სტუდენტებთან და რა უკავშირი გვაქვს მათგან. მე თვითონ სტუდენტი ვარ, ეხლა ისე ვსაუბრობ, თქოს რაღაცა ცალკე მდგომი ვარ. როგორც კი ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ რაღაცა სტრუქტურულად და რაღაც დროის განმავლობაში ვესაუბროთ სტუდენტებს იმაზე, თუ რა ხდება ამ რეფორმის ფარგლებში, ყველა აბსოლუტურად ძალიან ინტერესდება, ცდილობენ, რომ უფრო მეტი გაიგონ და ჩაერთონ. სულ რაღაც ერთი სტუდენტური შეკრების, მაგრამ დიდი სტუდენტური შეკრების მოწყობა მოვახერხეთ გასულ თვეში, საიდანაც რამდენიმე ადამიანი მაგალითად ძალიან აქტიურად ჩაერთო შემდეგ ორგანიზებაში. საკმაოდ რთულია, რომ შეაქრო სტუდენტები, ესეც მინდა ვთქვა, ჩვენ თითქმის დაახლოებით 3-4 ვთქვათ უნივერსიტეტებთან სხვადასხვა აქტივობა დავგეგმეთ, საიდანაც რთულად, მაგრამ მაინც შეიკრიბენ სტუდენტები, თუ იმ შემთხვევაში თუ იკრიბებიან, მოკლედ ინტერესი ნამდვილად არსებობს ამ საკითხის მიმართ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რასაც ისინი საუბრობენ, არის რომ აი ამდენ ნეგატივში, რომელიც ბოლო 3 წელია, ხო, განსაკუთრებით აქ ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ესმით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ეხებათ ეს განათლების რეფორმა, მათთვის ძალიან რთული არის, რომ კიდევ რაღაცა ამ სტრესულ გარემოში აქტიურად ჩაერთონ და ორგანიზებენ. ამის გარდა ეს განათლების კონცეფციაში, რომელიც წარმოგვიდგენს, კარგად არის ასახული, წლებია უკვე ისინი მიეჩვენენ იმას, რომ სტუდენტური ცხოვრება და ეს გაიგივებულია ტანჯვასთან, ხო, რაღაცნაირად. შენ ხვდები უნივერსიტეტში, განსაკუთრებით თუ ვთქვათ, არ ხარ რაღაც თბილისის ცენტრში დაბადებული სტუდენტი, რომლის სოციალური კაპიტალიც შეიძლება შედარებით მაღალი იყოს. ნუ არ ვიცი, მე ბევრჯერ მილაპარაკე ამაზე, თუ წარმოუდგენია საერთოდ ერთი დღე თუ რას გადის სტუდენტი დღის განმავლობაში, როდესაც ის ვთქვათ უნივერსიტეტში მიდის, შემდეგ მიდის საღამოს სკოლაში სამუშაოდ, იმიტომ რომ მას უწევს რომ დაფაროს თავის საცხოვრებლის გადასახადი, იმიტომ რომ არ არსებობს არც ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი ვთქვათ სტუდენტური საცხოვრებლებით უზრუნველყოფის პროგრამა, საბინაო პოლიტიკა, მათ უწევთ რომ ვთქვათ მუშაობენ იმისთვის, რომ არ მხოლოდ რაღაც გადასახადები გადაიხადონ, არამედ იცხოვრონ, ხო და არ არსებობს არანაირი ვთქვათ სასტიპენდიო სისტემა, არ არსებობს რაღაც რის გამოც ჩვენ მივიხვრით ევროპისკენ, ხო, სულ ამას აღნიშნავთ, რომ თუ რაიმეში განსაკუთრებით ევროპა და ევროპული ღირებულებები და სისტემა გვჭირდება, ზუსტად არის საგანმანათლებლო სისტემები. სტუდენტს კლასიკურ შემთხვევაში, ნუ აქ შეკრებულ საზოგადოებას ეს ჩემზე კარგად მოიხსენება, ეს არ უნდა უწევდეს ფიქრი არაფერზე, გარდა იმისა, რომ იყო ჩართული აკადემიურ ცხოვრებაში, იყო ჩართული კვლევაში, იყო ჩართული რაღაცის შემეცნებაში. დღეს კი საქართველოში აი ამის გარდა ყველაფერი უწევს ფაქტიურად სტუდენტს. ჩვენ არ გვაქვს წარმოდგენა, რომ რაღაცა რეფორმა არ ჭირდება, ხო, განათლების სისტემას. ჩვენ კიდევ უფრო კარგად ვიცით ალბათ, როგორ ჭირდება განათლების სისტემას რეფორმა და რამდენად არის აცდენილი ეს კონცეფცია და აი სულ ამით ვზომავ ხოლმე რა, როცა ჩემ მეგობრებს ვესაუბრები, ვთქვათ განათლების რეფორმაზე, ვეუბნები, რომ მოდი ვნახოთ კონცეფცია და მე ვნახოთ ჩვენ როგორ ცხოვრობთ. აი რომელ ნაწილში მაგალითად ჩვენი ყოველდღიური სტუდენტური ცხოვრების და იმ პრობლემების, რომელიც გვაქვს, გვეუბნება ეს კონცეფცია, რომ რაღაც იქნება უკეთ, ხო? ესე იგი, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენი უნივერსიტეტები გადავა სადღაც რუსთავისა და თბილისის დამაკავშირებელ გზაზე და ამას ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი უნივერსიტეტი პირადად გადავიდა იქ. ეხლა ხანს მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტი აქტიურად ცდილობს, რომ იქ ლოჯისტიკურად როგორღაც მოაგვაროს იქ
მისვლა და მოსვლა სტუდენტების წერი ცალკე ტანჯვა და წამება. ანუ ისინი იწყებენ და ბოლოდან ამის მოწესრიგებას და არაფერს გვესაუბრებიან მაგალითად როგორი იქნება იქ მისასვლელი თუ წამოსასვლელი გზა და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. რა შენ თუ საათნახევარი მისასვლელად ჭირდება უნივერსიტეტში, საათნახევარი იქნება წამოსასვლელად, მე კიდე სადღაც სამსახურში ვიმწარ. ეს მართლა ძალიან დიდი ტანჯვაა და წვალებაა. ამასთან დამატებული მთავარი პრობლემა რომელიც გვაქვს არის ზუსტად ის რომ ელემენტარული სამუშაო პირობები, მაგალითად შრომის კოდექსში არაფერი არ არის ნახსენები სტუდენტურ სამუშაო უფლებებზე. ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში და სხვათა შორის დიდი ხნიანი პაუზის შემდეგ განათლების მინისტრის მოადგილე ერთ-ერთ თავის ინტერვიუში ამბობდა რომ ისინი ცდილობენ რომ ევროპულ ფუნდამენტზე დააფუძნონ თითქოს ეს თავიანთი რეფორმა, ხო? არც ერთ ევროპის ქვეყანაში და სპეციალურად ეს სტატისტიკა ამოვიღე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში უпростоრად არ აქვს უფლება სტუდენტს რომ იმუშაოს 20 საათზე მეტი. თითქმის ყველა ქვეყანაში შრომის კოდექსი და სხვადასხვა რეგულირებელი ავალდებულებს კერძო კომპანიას თუ სახელმწიფო კომპანიას თუ მასთან მუშაობს სტუდენტი რომ სრული განაკვეთით არ ამუნაზაუროს ეს 20 საათი, ხო? აი ესეთ მართლა ფუნდამენტურ საჭიროებებზე რომლებიც დღეს რეალურად სტუდენტებს გვაქვს, ხო? არაფერი განათლების რეფორმაში და ამ კონცეფციაში ყოველ შემთხვევაში არ თქმულა. მეორე ძალიან დიდი ბოროტება, ეხლა მაგალითად მე მყავს აბიტურიენტი და წელს აბარებს და მყავს ასევე მე-10 კლასელი და ორი ყველაზე მეტად ალბათ მე-10 კლასს კიდე თავის სპეციფიკა აქვს, რატო დაიჩაგრებიან, ალბათ იმიტომ რომ ამ წელს მოუწევთ, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, გაცილებით მეტი რაოდენობის სტუდენტების მიღება და ნუ ეხლა ჩემ დას რომელსაც ისედაც სტრესი ექნებოდა, იმიტომ რომ გვახსოვს ხო როგორც არის რა ჩავწერო აქ მეყოფა თუ არა ქულები, ისედაც ამ სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა იყო. წარმოდგენა არ გვაქვს რა უნდა ქნას რომელ უნივერსიტეტში რა ადგილი იქნება და აი მე თითქოს ხო რაღაცა ყოველდღიურად რომ ამ რაღაც სიახლეებს ვეცნობი რომ მეკითხება ან რაღაცა რომ გვეკითხებიან წარმოდგენის დონეზეც არ გვაქვს. მიდიხარ განათლების სამინისტროში და მე ვცადე რომ იქიდან თქვა რაღაცა ინფორმაცია გამოგვეწოდებინა ის რა თქვენახევრის წინ არანაირი პასუხი ისინი ამბობდნენ რომ რაღაც პროცესი არის რომელიც დასრულდება და ყველანაირი ინფორმაცია რამდენიმე თვით ადრე დაიდება. 4 თვე არის დარჩენილი მისაღებ გამოცდებამდე და სტუდენტებს აბიტურიენტებს წარმოდგენას არ აქვს რა უნდა ქნან და როგორ უნდა მოიცენ. იგივე შფოთი აქვს ეხლა დღეს ვესაუბრებოდი ჩემს მეგობრებს ვინც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლობენ და არ იციან ამ რეფორმის შედეგად, აი როცა გადავა სამწლიან სწავლაზე, როცა შეიკვეცება ადგილები, იქნება შიდა მობილობით გადმოვლენ ხალხი თუ არ გადმოვლენ, ანუ მოკლედ იმხელა და პროფესორებზე აქვს იგივე, ხო, ანუ ვერ ხვდებიან თუ ვთქვათ ერთი პროფესორი დარჩება, ეს რას ნიშნავს მათთვის, ხო და იმიტომ რომ რეალურად როგორი ამბავია, ხო უნივერსიტეტში რომ შედიხარ, ისედაც არაფერზე წარმოდგენა არ გაქვს რა პირველ წლებში, არის სრული გაურკვევლობა და ქაოსი შენთვის. განსაკუთრებით ეხლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემ ორ და-ძმას აქვს დამთავრებული, ეს არის სრული რაღაცა განუკითხაობა და გზამკვლევი ისედაც შიგნით როგორ უნდა მოიქცენ. ხო, აი ეხლა საერთოდ წარმოდგენის დონეზე არ აქვს რა უნდა ქნან, როგორ უნდა მოიცნენ და რა იქნება, ხო? ძალიან ვერ ვხვდები ხოლმე საიდან დავიწყო საუბარი იმაზე თუ რა პრობლემები აქვს ამ კონცეფციას, რომელიც მან შემოგთავაზეს. მაგრამ რეალური და მთავარი რა თქმა უნდა აქ და ამის გარშემო შეგვიძლია მე სხვადასხვა ახსნები მოვძებნოთ, არის ის რომ მათ უნდათ რომ ეს რაღაცა ბოლო ბასტიონიც, რომელიც დგას და მაინც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არც ისე ძლიერია სტუდენტური უკმაყოფილება და ორგანიზება, აკადემიაში მყოფი ადამიანები, რომლებსაც თქვა ამ სისტემასთან აქვს შეხება, აუცილებლად ყოველთვის იქნებიან იმ ავადმყოფი ხო პირდაპირ ვიტყვი რეპრესიული სისტემის წინააღმდეგ, რომელსაც თქვა ქართული ოცნება უკვე მე რამდენი წელია ნერგავს, ხო 13 წელია ხელისუფლებაში არიან და ესეთ სავალალო მდგომარეობაში განათლების სისტემა ნამდვილად არასდროს არ ყოფილა მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად იყო პრობლემური საქართველოში განათლების სისტემა. არც ბევრი რაღაც შეიძლება კიდე რომ ითქვას ალბათ განათლების რეფორმაზე, თუმცა მთავარი სათქმელი ხა ჩემთვის როგორც სტუდენტისთვის და ჩემ მეგობრებისთვის განაც რომელსაც ველაპარაკები არის ის რომ არანაირად მოკლედ იმ ყოველდღიურ პრობლემებს რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია უკვე წლების განმავლობაში ეს განათლების რეფორმა არ ფარავს, ხო? აი არაფერი თქმა მაგალითად იმაზე, რასაც სულ საუბრობთ, რომ არსებობს რაღაც თანამედროვე ლიტერატურა, რომელზეც ჩვენ შეიძლება ხელი მიგვიწვდებოდეს, ხო? ერთადერთი იყო
სულ ამბობ ამას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც თარგმნელობითი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც თარგმნელობითი მცირე, მაგრამ აინც მუშაობა მიდიოდა და აი ეს იყო რომ რაღაცა თანამედროვე ტექსტებთან თუ რაღაცა დიდ კლასიკურ ტექსტებთან ქართულად ქონოდა მაგალითად ხელმისაწვდომობა. ხო და პირველი ვისაც ურტყამენ ესე იგი რაც ცალსახად ჩანს არის ეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც რაღაცა იმათ ხინჯად აქვს ამ ხელა სისტემაში და ძალიან თამამად ვიტყვი, ხო, ჩემ გარშემო ადამიანები, რომლებიც პროტესტში არიან ჩართული, უმეტესობა არის ნამდვილად ამ უნივერსიტეტიდან გამოსული, რაც მათთვის უარყოფითია, რა თქმა უნდა, და ამიტომ ებრძვიან ესე, მაგრამ მე ვხედავ, რომ ზუსტად ეს უნივერსიტეტი არის, რომელიც არის რაღაცნაირად ფლაგმანი უკვე წლებია ყველა იმ კონსტრუქციულ პროტესტში, რომელიც ვნახეთ, ხო? ხო, პრინციპში ეს იყო რისი თქმაც მინდოდა მადლობა, ხო, ვისურვებდი და მე დარწმუნებულიც ვარ, რომ რაც უფრო ახლოს მივალთ განხორციელებასთან და რაც უფრო მეტ ინფორმაციას საჯაროდ ისინი გაავრცელებენ, ამას მოყვება საპროტესტო ტალღა აუცილებლად, და მთავარია ჩვენ რაც უნდა ცადოთ იქამდე და აუცილებლად უნდა გავაკეთოთ, რომ აი ამ მომენტს, როდესაც ეს ყველაფერი უკვე ძალიან ცხადი იქნება და ხელშესახები იქნება, დავხვდეთ მზად და არ ვიყოთ რეაქციულები, არამედ ამისთვის უკვე კონდეს რაღაცა სამუშაო გაწეული და მინდა ყველა ამ ადამიანს, ვინც ამ თუ სხვა პროტესტებს აორგანიზებს ამ თემის გარშემო ძალიან დიდი მადლობა გადაუხდით. მადლობა ლაზარე. საინტერესო მსჯელობისთვის. სანამ დისკუსიაზე გადავალთ, კიდევ ორ სტუდენტს მინდა ვთხოვ, მეგიდია სამიძე და ირაკლი ჭინჭარაული. მოდი ბარემ ორივე ერთად მობრძანდით და ერთობლივად ვისაუბროთ კიდევ ერთხელ, ხო, თქვა თქვენი პერსპექტივიდან, თქვა სტუდენტების საჭიროებები, რეალურად თქვა რა პრობლემები უდგათ სტუდენტებს და თქვა რას უპირისპირებს ამას მთავრობა, ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, სხვადასხვა გამოცდილებები გაქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო იქნება. მერე უკვე თქვა სხვა საკითხებზეც გადავიდეთ, მათ შორის აი ჩემი აზრით საინტერესო იქნება პროპაგანდაზე რო ვილაპარაკოთ, თქვა როგორ შედის ახალგაზრდების ტვინებში, თქვა პროპაგანდა და როგორ ცდილობს თქვა მათ მართვას, ამიტომ ამ დისკუსიაში თქვა მაგდას ასევე მინდა ვთხოვ, მაგდა გულაშვილი, რომელიც ამ პროპაგანდის საკითხებს იკვლევს, მისი ძალიან საინტერესო სტატია გავრცელდა ცოტა ხნის წინ ჩაიხანაზე, როგორ ცდილობს პროპაგანდა რო ახალგაზრდების ტვინებში შეახტიოს და მე მგონი ამ საკითხს უკავშირდება და მაგაზეც რო ვისაუბროთ, კარგი იქნება. მეგი შენ დაიწყე მოდი და მე ირაკლი გააგრძელებ. გამარჯობა ყველას, მადლობა ინტერესისთვის. მე ვისაუბრებ სტუდენტის საჭიროებებზე, მე როგორც ხედავ. ამ პროტესტში არიან სტუდენტები, რომლებიც მე ვსწავლობ TSU-ში, სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, სოციოლოგიაზე და მე პირადად მაქვს ბრალი წაყენებული სისხლის სამართლის, ასევე არიან ორი სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე და რეზო კიკნაძე, რომლებიც TSU-ში სწავლობენ, მაგრამ ამ ეტაპზე ციხეში არიან და ძალიან დიდი ხანია ციხეში არიან, ჩემი აზრით. თუმცა მიუხედავად იმისა, რატომღაც თუ აი ემპირიულად ეს ფაქტი გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული უნივერსიტეტის სტუდენტები არიან ციხეში, ამან ვერ გამოიწვია რაღაც სტუდენტების აზვირთებული პროტესტი. ამათ ჩემში სხვათა შორის კითხვები გააჩინა და მე მგონია, რომ დღესდღეობით სტუდენტებში ასე თუ ისე რაღაც დოზით შიში არის გადასალახი. მე როცა სტუდენტებს ვისაუბრები, ამ მიმართულებითაც ვსაუბრობ, მაგრამ არ ვთვლი, რომ ამით შიშს ვთესა. უბრალოდ, როდესაც რისკებს და საფრთხეებს გააზრებულად გავიგებთ, ანუ სიღრმისეულად შევხედავთ, ჩვენ უფრო რაციონალურები ვიქნებით და უფრო აქტიურები ვიქნებით იმ რეჟიმთან, რაც დღეს ცდილობს ქვეყნის და ჩვენს მართვას. მე მგონია, რომ ხო პირველ რიგში რაც აღნიშნე, შიში უნდა გადაილახოს და უნდა დაიჯერონ სტუდენტებმა, რომ ზუსტად მათი ჩვენი პროტესტი გამოიწვევს ცვლილებებს ქვეყანაში და შემდეგი არის პროტესტში ალბათ თავიანთი თავი უნდა დაინახონ, იმიტომ რომ როდესაც
ანუ არიან ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ დისციპლინა და ისე პროტესტი და წინააღმდეგობაში ყოფნა რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც სტუდენტები, რომლებიც შეიძლება აზრს ვერ ხედავდნენ აი მაგალითად რუსთაველის ყოველდღიურობაში, რაც ბევრი ადამიანის უძვირფასესი ნაწილი არის, მათ შორის ჩემიც ამ პროტესტში. შეიძლება ვერ ხედავდნენ აზრს უბრალოდ მარშში, მაგრამ აზრს ხედავდნენ მაგალითად თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა რომ მიიღონ და ეს თვითმმართველობა უნივერსიტეტებში არ იყოს ისევ რაღაც პოლიტიკური გავლენების ქვეშ, როგორც დღეს არის. და მგონია რომ თუ რაღაც მეტი კოორდინაცია, აქტიური კომუნიკაცია გვექნება სტუდენტებთან და არა მხოლოდ საინფორმაციო ველზე ინფორმაციის გავრცელება, არამედ მათთან პირადად შეხება, ეს უკვე შედეგს გამოიწვევს, იმიტომ რომ აი ახლა თქვათ აქ ვსაუბრობთ, მაგრამ ძალიან ბევრი სტუდენტი აიარა, რომელმაც უბრალოდ შეიხედა და მე განსამრჩება, რომ მათთვის რაღაც ეს ნაწილი შეიძლება იყოს უცხო სხეულივით, რომელშიც რაღაც ვერ დაინახო საკუთარი თავი, ისევ აქ მივდივარ, ამიტომ მათთან პირადად საუბრით მე მჯერა რომ სტუდენტების აქტიური ჩართვა მოხდება პროტესტში, რადგან საერთო ჯამში პროტესტ ჩემთვის პირადად პროტესტს მაშინ ქვია, პროტესტის წინააღმდეგობა, როდესაც ახალგაზრდული ძალა არის ავანგარდში და მგონია რომ ეს აუცილებლად დაიწყება. ასევე განათლების რეფორმას რაც შეეხება დეფორმას უფრო სწორად ამ ნაწილში ალბათ ისე შემოაქვს ქართულ ოცნებას ეს რეფორმა, რომ გააზრება და პირდაპირ დანახვა ამ ყველაფრის მარტივი შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ ვინც წინააღმდეგობაში არის ჩართული და იცის რა რისი გამკეთებელი არის თქვა ქართული ოცნება, ის ადამიანები ლოგიკას დაინახავენ, ანუ თანმიმდევრულობას დაინახავენ ქართული ოცნების მხრიდან, რომ გააკეთებენ იმას, რასაც ამბობენ ნული თანაგრძნობით მაგალითად, მაგრამ ადამიანები და სტუდენტები, რომლებიც არ არიან ხშირად წინააღმდეგობაში ჩართული, შეიძლება ბოლომდე ვერ დაიჯერონ და მე ამის პრაქტიკა მქონდა სტუდენტებთან, რომლებსაც ჰქონდათ ეს წარმოდგენა და შეიძლება დღესაც აქვთ, რომ ისეთ როცა ინფორმაციას კითხულობენ, ანუ ვერ იჯერებენ, შესაძლებელია ის გააკეთდეს, როგორ შეიძლება ვთქვათ 12 წელი არ იყოს სკოლაში, როდესაც ბოლონიის პროცესი არის. ანუ ისეთი განათლების რეფორმის მიღებას ცდილობენ, რამოდენიმე წელს შეიძლება მაგისტრატურა უბრალოდ აღარც კი დასჭირდეთ ამ განათლების რეფორმით ამ ქვეყანაში და როცა ამ კუთხით მიუდგები, როცა ეტყვი რომ უბრალოდ უმუშევრობის დონე გაიზრდება და ახალგაზრდები იქნებიან ზუსტად უმუშევრები, ვერ იჯერებენ, რადგან ვერ ხედავენ აი აქ მიუტრიალდები ისე ლოგიკას, მაგრამ თუ სწორი საინფორმაციო კამპანია გვექნება, რის გადაფარვასაც უცადის პროპაგანდისტული მედიები ცდილობენ, ჩემი აზრით რეალობა შეიძლება, ანუ სურათი, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათთვისაც მარტივი დასანახი იქნება და მგონია რომ მართლა დაიწყება ის აქტიური პროტესტი, რაც ჭირდება ამ განათლების რეფორმის დაბლოკვას და უკან დახევას რეჟიმის მხრიდან. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მოგესალმებით ყველას. მე ვარ ირაკლი ჭინჭარაული, TSEU-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულებაზე ვსწავლობ, უკვე მეორე კურსელი ვარ. ჩემთვის ეს ყველაფერი მაინც აი როდესაც ეს ყველაფერი არის დაანონსებული, რომ ეს ყველაფერი მოხდება, მაქვს შეგრძნება, რომ აი განკითხაობაში ვარ. ბევრი კითხვა მიჩნდება, თუ რა შეიძლება მოხდეს 2 წელიწადში, 3 წელიწადში, ან ეხლა რა მოხდება, რა შემოდის, რა იცვლება. ეს ყველაფერი ჩემში ძალიან ბევრი კითხვას ბადებს. მეშვიდე კორპუსის ეგრეთ წოდებული გაკითხება, ეს დოსენატის გადაწყვეტილება, ეს მაინც ვერ ვიგებ რისთვის მიიღეს. ასევე არის ინფორმაცია, რომ ეს მეშვიდე კორპუსი უნდა გადასცენ SEUS-ს, უпростоრედ SEUS-ს რექტორს, რომელსაც მას თავისი სამშენებლო კომპანია აქვს და ასევე როგორც არის ნათქვამი, რომ ვითომ აი სტუდენტური საცხოვრებლის აშენების ვალდებლებით და ასე ვთქვათ, გარიგებით მოხდა ასეთი შეთანხმება.
თუმცა ჩემთვის მაინც გაუგებარი არის თუ რა მოხდება დაანგრევენ ამ შენობას, ისედაც ერთ-ერთი მთავარი შენობა არის TSEUS-ი. ასევე დაფინანსების საკითხიც, როდესაც ამბობენ, რომ კერძო უნივერსიტეტებს დაფინანსება საერთოდ შეუწყდებათ. მაშინ რა გამოდის, რომ კიდევ უფრო მეტი და მეტი ვალი აწვევათ სტუდენტებს, მათ ოჯახებს. მაგალითად, ახლა ჩემი კლასელები, ყოფილი კლასელები დღეს ძალიან ბევრ კერძო უნივერსიტეტში არიან, იუნიში არიან, კავკასიის უნივერსიტეტში არიან. მათ ისედაც უწევთ გადახდა 2000, 3000, 4000 ლარის. ბევრს წვალობენ იმისაც, რომ შიდა დაფინანსებები და სტიპენდიები მიიღონ. და ეხლა ეს რომ შეუწყდებათ, უფრო მეტი ვალი დაედებათ. აქ ჩვენთან საქართველოშიც ძალიან საშინელი სასესხო პირობები არის. უწევთ, რომ აი სესხის გამოტანა ერთგვარად აი თითქმის სიკვდილზე ხელმოწერის ტოლფასი არის. განსაკუთრებით სტუდენტური სესხები, რომლებიც, რა ვიცი, მხოლოდ რამდენიმე არ არის დარეგულირებული. სტუდენტების დასაქმებაც, რომელზეც ვისაუბრეთ, რომ სტუდენტური სამუშაო რეგულაციები თითქმის საერთოდ არ არსებობს. სტუდენტს, რომელსაც უწევს ძალიან ბევრი ფულის გადახდა უნივერსიტეტში, მათ რა თქმა უნდა უწევთ ბევრი მუშაობა, ანუ სამსახურში წასვლა, რაც რა თქმა უნდა განათლების, ანუ მათი სწავლის დონეს ძალიან შეაფერხებს. და ამის მაგერად ჩვენ ხედავთ განათლების რეფორმას, დეფორმას, სადაც არ არის არაფერი გარდა იმისა, რომ ეს სტუდენტური პროტესტი რაც არსებობს, რაც არსებობს, უნდათ რომ ჩაახშო. ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის სისტემა. ერისთვის არის ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის სისტემა. ან ის კონცეფცია, რომ ამ უნივერსიტეტში მხოლოდ ეს განსაზღვრული პროგრამები უნდა იყოს, და ეს სხვა პროგრამები არ უნდა იყოს, ესა თუ ის სპეციალობა. რას ნიშნავს ეს? ანუ თბილის სახელმწიფო უნივერსიტეტს რა რჩება მაგით? ეგეც ჩემთვის ძალიან გაუგებარი არის. ასევე, რაც ძალიან მტკივა, ის არის, რომ კი ბატონო, ეს რეფორმები არის საჭირო, მაგრამ სტუდენტების ხმაც არ არსებობს საერთოდ, აი ამ რეფორმის განხორციელების ფარგლებში, აი თვითონ სტუდენტებს რა პრობლემები აქვს, რომ მათ ხმა მიუწვდინონ აი ამ მთავრობას. თუმცა ეს ყველაფერი არ ხდება, იმიტომ ვითომ ეს კომისიაში, ეგრეთ კომისიაში ისეთი ადამიანები არიან დანიშნულები, რომლებსაც თითქმის არანაირი შეხება არ ქონიათ განათლების სექტორთან. ასევე ძალიან რთული იქნება სკოლის მოსწავლეებისათვის ამ განათლების რეფორმით მიღებული შედეგები, როდესაც მე-11 კლასამდე ჩამოყანით, მათ შესაძლებლობები ეკარგებათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ უცხოეთში. ერასმუსის პროგრამებთან დაკავშირებით უკვე ნელ-ნელა იწყება ისეთი საკითხები, რომ შეიძლება საერთოდ ერასმუსის პროგრამიდანაც გამოვიდეთ. რაც ჩემს ვთქვათ, ერთ-ერთ სურვილს ხაზი ესმება, რომ წავიდე რამდენიმე 1-2 სემესტრით რომელიმე ევროპის უნივერსიტეტში და იქ მიიღო უფრო ხარისხიანი განათლება. ეს არის ძალიან დიდი დარტყმა განათლების სექტორისთვის და რაც მთავარია ახლა ყოველი ავტორიტარული თუ ასეთი რეჟიმის მთავარი საყრდენი რაც არის, ეს არის რა თქმა უნდა განათლება. განათლება, რომლითაც მომავალ თაობას ამუშავებენ. მათ ასე ვთქვათ, უნერგავენ ტვინში, რომ მათ არაფერი შეუძლიათ. თუმცა თუ ჩვენ ერთად ვიდიდებით და თუ ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ, ყარად, ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ სტუდენტების გონებისკენ, რომ მათ შეუძლიათ შეცვალონ არსებული სისტემა.
მადლობა ირაკლი. იდეაში მე ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მე მგონია რომ საბოლოოდ მივახცევთ იქამდე რომ მართლა დაიჯერებენ ადამიანები განსაკუთრებით სტუდენტები ხო მაგრამ ცხადია ხო ეხლა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ხო რომ თვითონ ახალგაზრდების ეს პასიურობა სტუდენტების პასიურობა გამოწვეული არის სტრუქტურული და სისტემური პრობლემების შედეგად და ძალიან ისეთი მიზანმიმართული სტრატეგიის შედეგად, რაც წლებია უკვე ქართულ ოცნებას აქვს. მათ შორის თქვა განათლების პოლიტიკა realmente amazde არის ორიენტირებული ის რომ თქვა თვითონ მაგალითად სოციალური ასპექტი მთლიანად გამოცვლილია განათლებას ის რომ თქვა სივრცეებით კი არა ხო აი სოციალიზაციის ასპექტიც არ აქვს თქვა თვითონ უნივერსიტეტს არ თქვა სკოლას ხო და სივრცეებითაც რო შევხედოთ ან თუნდაც საურთიერთობო სივრცეები თქვა უნივერსიტეტებში არის და ესეც მიზანმიმართული არის მაგრამ აი ბოლო პერიოდში რასაც ვაკვირდებით ხო ძალიან არის გააქტიურებული უკვე პროპაგანდა ხო ეს არის თქვა იგივე პოდკასტების მეშვეობით ეს არის თქვა მეინსტრიმული ტელევიზიების მეშვეობით ხო და ასე შემდეგ და ესეც მე მგონი მნიშვნელოვანი ასპექტი არის რაც თქვა აი ახალი განზომილება რაც ქართულმა ოცნებამ წამოიწყო და აი ამაზე ვთქვათ მაგდას მინდა ვთქო ორი სიტყვა როგორც თქვი ცოტა ხნის წინ ჩაიხანაზე გამოქვეყნა მისი სტატია სადაც ვთქვათ აღწერილი არის რომ როგორც ცდილობს პროპაგანდა რომ ახალგაზრდების ტვინში შეაღწიოს იმ ნარატივებით რაც ვთქვათ ქართულ ოცნებას აქვს და იქნება აი ამაზე გვითხრა ორი სიტყვით ვთქვათ როგორც ცდილობს სისტემა ამას იმიტომ რომ ვთქვათ ხშირად გვესმის ჩვენ ხო და მე თვითონაც ძალიან ხშირად ვამბობ რომ ვთქვათ არ არიან სტუდენტები ვთქვათ აი წინახაზე აქტიურები ორგანიზებას ვერ ახერხებენ, მობილიზებას ვერ ახერხებენ და მათ შორის თქვა აი პროპაგანდა როგორ ახერხებს იმას, რომ აი სიტუაცია მივიღოთ რაც გვაქვს. მადლობა. ისმის? ცოტა ახალდება. ხო, ვეცდები რომ მოკლედ მოვიყვეთ ამ ჩემს სტატიაზე. რომელიც გამოვიდა და რამდენიმე კვირის წინ ჩაიხანას პლატფორმაზე. სტატიის თემა არის ეს ზუსტად პროპაგანდის ახალი გამოწვევა, რომ ახალგაზრდების ტვინებში შეაღწიონ. მე თვითონ პროპაგანდის საკითხს დიდი ხანია ვაკვირდები მედიას და პროპაგანდას რამდენიმე წელიან, თუმცა აი ამ პერსპექტივიდან მე თვითონ პირველად შევხედე. ამბავი იყო ის, რომ ახალ სოციალურ ქსელებში, აი TikTok-ზე მაგალითად, YouTube-ზე ბოლო 2 წელში გამოჩნდა ახალი გვერდები, ამ ახალ პლატფორმებზე, რომლებიც უშუალოდ მათი ნარატივი რაც იყო, იგივეს მეორებდა, რაც ქართული ოცნება ოღონდ სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა შინაარსის კონტენტით. და დავაკვირდი, შემთხვევით აღმოვაჩინე რამდენიმე გვერდი, რომელიც ერთი და იგივე მესიჯებს, ერთი და იგივე გზავნილები ჰქონდა ოღონდ სხვადასხვა ფორმით და დავიწყე ამის ერთად თავმოყრა და მე ამ კონტენტის გაანალიზება და დაახლოებით ალბათ 2 თვის მანძილზე 10-ობით ესეთი გვერდი ვნახე სხვადასხვა პლატფორმაზე. Facebook-ი არის უფრო ნაცნობი პლატფორმა ქართული ოცნებისთვის, კარგად აქვს ფეხი ადგმული და იციან როგორ გაავრცელონ თავიანთი პროპაგანდა Facebook-ის საშუალებით, მაგრამ ეს ახალი პლატფორმები, როგორც არის და ფორმატები ასევე, როგორც არის თქვათ TikTok-ი ან პოდკასტები YouTube-ზე, ეს რაღაც სიახლე იყო მათთვის და რაღაც ჩემი თვალით უყურებდი, როგორც ცდილობდნენ იქ ფეხის მოკიდებას, ასე ვთქვათ. შევკრიბე ეს გვერდები, Facebook-ზეც, მაგრამ უფრო ძირითადად TikTok-სა და YouTube-ზე ეს პლატფორმები და ვცდილობდი რომ გამიანალიზებინა ეს კონტექსტი და მე თვითონ ეს ერთ-ერთი მიგრება ამ სტატიის პირდაპირ არ ვაკავშირებ ქართულ ოცნებასთან, თუმცა შინაარსი იგივეა, რაც ქართული ოცნების შინაარსი პირდაპირ არ ვაკავშირებ, თუმცა ეს გვერდები ყველა, რასაც ვიკვლევდით და რაც სტატიაში და შეგიძლიათ ეს სტატია წაიკითხოთ ჩაიხანა და გაჩნდა 2023-ში ეგრეთ წოდებული რუსული კანონის დაწყების შემდეგ, მაშინ როცა ქართულ ოცნებას დიდი პროტესტის, მასშტაბური პროტესტის ფონზე უკან მოუწია ამ კანონის დაწყვეტა, თვითონ ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან გვესმოდა ღიად საჯაროდ აღიარება, ასე ვთქვათ, რომ იცავდნენ, რომ ახალგაზრდებამდე
ვერ მიაღწია მათმა გზავნილებმა და ვერ მოახერხეს ახალგაზრდებთან საუბარი და ახალგაზრდების ტვინში შეღწევა და ხშირად იმეორებდნენ, რომ ახალგაზრდები არიან შესაბამისი შეყვანილები კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. და მალევე აი ამ მათ ღია, ასე ვთქვათ, აღიარებას მოყვა ამ სოციალურ ქსელებში ახალი გვერდების გამოჩენა. მოკლედ გეტყვით ამ გვერდების შესახებ. სტატიაში ცლად საუბრობთ, მაგალითად, თქვენ ალბათ ყველა შეგხვედრიათ TikTok-ზე, შეიძლება Facebook-ზეც ან YouTube-ზეც ესეთი გვერდი რა ხდება და ქუჩის გამოკითხვებია. ესეც ახალი ფორმატია, რაც დაიწყო ქართულმა ოცნებამ მაგ პერიოდში. აქამდე ეს ვოქს-პოპები, ხო, ქუჩის გამოკითხვები არ შევხვედრია აი ამ ფორმით. და დაიწყეს თავიდან ძალიან წყინარი აპოლიტიკური კითხვების დასმა ხალხისთვის, ანუ ქუჩაში უბრალოდ აჩერებდნენ გამბლელებს და ეკითხებოდნენ, არ ვიცი, თქვენ რას ისურვებდით საჩუქრად სიყვარულის დღეზე, რა გიხარდებოდათ, არ ვიცი, რომელი ფერი მოგწონთ, არ ვიცი, ესეთ ტრივიალურ კითხვებს უსვამდნენ. და ეს ამით, ასე ვთქვათ, შეკრიბეს გარკვეული აუდიტორია, რაღაც ინგეიჯმენტი, ჩართულობა უკვე ჰქონდათ ამ გვერდებზე და უკვე მეხუთე ვიდეო დადეს პოლიტიკური შინაარსის კითხვით. სხვა 600-მდე ვიდეო იყო დეკემბრის დასაწყისამდე ვიკვლევდი მოკლედ და ვანალიზებდი ამ ვიდეოებს და მაშინ იყო 600-მდე ვიდეო და აქედან ამ ვიდეოებიდან ნახევარზე მეტი იყო პოლიტიკური შინაარსის კითხვა და პოლიტიკური შინაარსის ვიდეო გამოქვეყნებული და დაახლოებით ნახევარი ცოტა ნაკლები იყო აპოლიტიკური ესეთი რაღაც ჩვეულებრივი კითხვები მოქალაქეებისთვის, გამლელებისთვის დასმული. რასაც დავაკვირდი ის იყო, რომ როცა აპოლიტიკურ კითხვებს უსვამდნენ მოქალაქეებს, ხო, ეს რაღაც ხალხი ძალიან მრავალფეროვნება იყო, როგორც ასაკობრივი ჯგუფების, ისე ან სხვადასხვა ნაირი ხალხი გვხვდებოდა, ასე ვთქვათ, და სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ხალხი გვხვდებოდა, მაგრამ პოლიტიკური კითხვების შემთხვევაში ძირითადად იყვნენ აი საშუალო ასაკის ან მოხუცებული ადამიანები, ვისაც ამ კითხვებს უსვამდნენ. და თუ აპოლიტიკური კითხვების შემთხვევაში პასუხები იყო მრავალფეროვანი, პოლიტიკური კითხვების შემთხვევაში იყო გაფილტრული და მხოლოდ ერთ კონკრეტულ აზრს თავაზობდა. ერთი კონკრეტული პასუხი იყო, განსხვავებული პასუხები არ ისმოდა და ეს პასუხები იყო ყოველთვის პოლიტიკური და ყოველთვის ქართული ოცნების მხარდამჭერი. კიდევ ერთი მიგნება ის იყო, რომ ხშირ შემთხვევაში ამ კითხვის ადრესატები, რესპონდენტები პოლიტიკური კითხვების შემთხვევაში მეორდებოდნენ და რამდენიმე ესეთი ადამიანი ვიპოვეთ, რომლებიც ზოგ შემთხვევაში 6-7 კითხვა იყო, რომ ერთი და იგივე რესპონდენტს უსვამდნენ და ეს კითხვები იყო პოლიტიკური, ზოგ შემთხვევაში ნაკლები. და ეს რა ხდება გვერდთან ერთად არის მეორე ასეთივე გვერდი, მოდი ვკითხოთ ხალხს ქვია ის და იმან გვერდს და ის უფრო რეგიონებზეა ორიენტირებული, მხოლოდ თბილისი არ არის და რეგიონის მოსახლეობაც არის და იქ უფრო პოლიტიკური კითხვებია ხშირ შემთხვევაში და როგორც რა ხდება შემთხვევაში, იქაც მხოლოდ გაფილტრული პოლიტიკური პასუხები ქართული ოცნების სასარგებლო მესიჯები ისმის. ეს რაც შეეხება აი ამ ერთ ფორმატს, მეორე ფორმატი ეს პოდკასტების ფორმატი იყო, ვრცელი ვიდეოები, უფრო ანალიტიკური შინაარსის პოდკასტები, რომლებიც წამოიწყეს ხო, ჯერ პირველ რიგში აი ის ადამიანები, დამოუკიდებელი ექსპერტები, ვინც პოზიციონირებდნენ აქამდე ტელევიზიებში, ხო, ამ ადამიანებმაც, ვინც უფრო ასე ვთქვათ, ინტელექტუალურ კონტენტს აკეთებს, ამ ადამიანებმაც უბრალოდ მაგ პერიოდში დაიწყეს თავიანთი YouTube არხების გახსნა და პოდკასტების კეთება. აქამდე სხვადასხვა პოსტივის ანალიტიკოსები, მათ შორის ხშირად ხდებოდნენ ტელევიზიაში, მაგრამ როგორც ასეთი, რომ თავიანთი YouTube არხი ჰქონოდათ პირადი, ხო, ესე არ იყო და ეს ადამიანებიც გამოიჩნდნენ YouTube-ზე, დაიწყეს პოლიტიკური პოდკასტების კეთება, დაიწყეს სტუმრების მიწვევა, ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან დადიან სტუმრად ეს ადამიანები, ეს არც ექსპერტის სტატუსით არიან ხოლმე, ანალიტიკოსის სტატუსით არიან ხოლმე, დადიან ერთმანეთის გადაცემებში და ლაპარაკობენ, განიხილავენ ერთ და იგივე თემებს, ისევ და ისევ ქართული ოცნების სასარგებლო პერსპექტივიდან და ამასთან ერთად გამოჩნდა ასევე
ახალგაზრდების პოდკასტები, ახალგაზრდა ადამიანები, საზოგადოებისთვის უცნობი, ზოგი ცნობილი, ვისაც იქამდეც YouTube-ზე უკეთებია თავისი არქი, ოღონდ აპოლიტიკური შინაარსის დაიწყეს ახლა პოლიტიკური კონტენტის კეთება. შენად ფორმატი არის ესეთი, ორი ახალგაზრდა ზის ერთად არ ვიცი რაღაც სტუდიის მაგვარ სივრცეში და ლაპარაკობენ ყოველდღიურ მოვლენებზე. ძირითადად ანუ პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ და ყოველთვის ქართული ოცნების პერსპექტივიდან განიხილავენ ამ საკითხებს. ხო, დიდი ხნის განმავლობაში ვუსმენდი ამ პოდკასტებს სხვადასხვა შინაარსით, სხვადასხვა თემებზე, არ ვიცი, სხვადასხვა პერიოდში და მთავარი მიგნება აქ ის იყო, რომ ზუსტად ემთხვეოდა ამ ქართული ოცნების გზავნილებს და ქართული ოცნების დღის წესრიგს, მათი ეს შერჩეული თემები, რაზეც უნდა ელაპარაკათ და მეორე მიგნება ის იყო, რომ ძალიან ხშირად ეს ადამიანები ახალგაზრდებს ელაპარაკობ, იმეორებდნენ რაღაც ეს თვალით კონტაქტს ამყარებდნენ კამერასთან და ძალიან ხშირად ყველა პოდკასტში იმეორებენ იმას, რომ აი ამ პოდკასტის მიზანი ის არის, რომ ახალგაზრდები, ჩვენაირ ახალგაზრდები არიან ბევრი და ჩვენ არ ვართ უმცირესობაში, უბრალოდ და საზოგადოებას ნახოთ, რომ ჩვენაირად ბევრი ახალგაზრდა ფიქრობს და ანუ ის რომ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხარ, რაღაც ჟარგონულად რომ ვთქვა, თვითონაც ესე ლაპარაკობენ ხოლმე არ ტეხავს პირიქით. კარგი ტიპი ხარ, თუ ქართული ოცნების პოლიტიკის მხარდამჭერი ხარ და ეროვნულად აზროვნებ უფრო და ხო და რაღაც ცდილობენ მოკლედ რომ შექმნან საზოგადოებაში ის განწყობა და გამყარონ ის აზრი, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა, მათ შორის ახალგაზრდები, არიან ქართული ოცნების პოლიტიკის მხარდამჭერები და არანაირი კრიტიკა ამ ადამიანებში არ არსებობს და არანაირი დისკომფორტი არ არსებობს. კარგად გრძნობენ თავს ეხლანდელ სიტუაციაში, როგორც გრძნობენ. ჩემი მთავარი როგორც ვთქვა, გამოწვევა ამ სტატიაზე მუშაობისას იყო ის, რომ მეპოვა ადამიანები, რომლებიც პროპაგანდის თემას იკვლევენ სიღრმისეულად, მუდმივად, განგრძობიდან და ამ ყველაფერს უკეთებენ ანალიზს. ესეთი რაღაცა ყოფილიყო, მე თვითონაც არ მომიწევდა, რომ ამდენი ხნიანი მუშაობა დამჭირვებოდა, რომ შემეკრიბა ამდენი გვერდი, გამიანალიზებინა ეს კონტენტი და მე ეს მიგნებები გამეცნო სხვებისთვის და მეცადა, რომ რაღაც კონკრეტული დასკვნები გამოგვეტანა. არიან თქმა უნდა ადამიანები, თუმცა არიან ცოტა, ვინც იკვლევს პროპაგანდას, ოღონდ რაღაც პერიოდულად და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც განმგრძობითაც ხდებოდეს ეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაღაც ესეთი სივრცეები არსებობდეს, სადაც დისკუსია იქნება ამ საკითხებზე. ხო, ერთი და კიდე არ არსებობს კვლევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ეს პროპაგანდა, არ ვიცი, შედეგი აქვს თუ არა, ჩემი კითხვაც ეს არის ამ სტატიის მერე, რომ აღწევენ თუ არა იმ მიზანს, რა მიზანით გააჩნიათ. თუმცა ძალიან ძნელია ამაზე პასუხის გაცემა, იმიტომ რომ არ გვაქვს არანაირი კვლევები, მონაცემები, რაზეც ვიტყვით, რომ აი ამდენ პროცენტზე მოსახლეობის მუშაობს, აი ამდენ პროცენტზე არ მუშაობს და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ჩემი რესპონდენტი იყო თინა სტამბოლიშვილი, ჯიპას ასოცირებული პროფესორია, რომელსაც მოხალისეობრივად და ალბათ ყველა სხვა მოხალისეობრივად მუშაობდა მოხალისეობრივად ვაკეთებთ ახლა ასეთ რაღაცებს. ჩატარებული ჰქონდა კვლევა, იკვლევდა ახალგაზრდებს, აი სტუდენტებს კონკრეტულად, რომლებსაც თავარი კითხვა ამ კვლევის იყო ის, როგორ პარტიას ელიან სამომავლოდ და ხო, რომ მათი განწყობები გაიგოთ. ეს კვლევა ჯერ გამოქვეყნებული არ არის, მაგრამ თინამ გაგვიზიარა ამ სტატიისთვის თავიანთი მიგნებები და შედეგები და ჩემთვისაც ძალიან ისეთი იყო მის მოწმენა. ერთ-ერთი მთავარი მიგნება ამ კვლევის ის იყო, რომ ახალგაზრდებს აქვთ იმის განცდა, რომ არ არიან მოქმედი პირები ამ პროცესში, რომ ახალგაზრდებს არ გააჩნიათ რეალური ძალა და ვერ ხედავენ აქტორებად თავიანთ თავს მოკლედ ამ პროცესში და ხო, ჩემი აზრით ამ ქართული ოცნების პროპაგანდის მთავარი მიზანიც სწორედ ეს არის სტატუს-კვო შენარჩუნება
და ხალხისთვის ხალხში ამ განწყობის გაღვივება, რომ არ არიან მნიშვნელოვნები, მათი პროტესტი არ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზოგადოების უმრავლესობა არ არის კრიტიკულად განწყობილი და რეალურად ხალხს არ შესწევთ დიდი ძალა, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდებს. ხო, მე მგონია რომ ესე არ არის. მე მგონია რომ ამის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ დისკუსიით, ლაპარაკით, ჩვენი სათქმელის უფრო გასაგებად მიტანით ახალგაზრდებამდე და არა მარტო ახალგაზრდებამდე. მადლობა. თუ რამე კითხვა გაქვთ ამასთან დაკავშირებით, ვთქვა რომ გიბათ. ადროვა მაგდა დიდი ეს მიმართულება ეს მიკრო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის. სხვათა აი ეს ერთი წლის წინ, როდესაც ეს ამბები დაიწყო, მაშინაც თქვა იყო მუდმივად საუბარი, რომ აი სად არიან სტუდენტები და მაშინ რამდენიმე ადამიანმა რაღაცა პატარა ფოკუს ჯგუფები ჩავატარეთ სტუდენტებთან და მათ შორის თქვა გვინდოდა გაგვეგო, რომ მათთვის ასე ვთქვათ, ვინ არის ესეთი როლური მოდელი, ხო, სამაგალითო ასე ვთქვათ, ვის მიბაძავენ, ვის სიტყვას უფრო მოусმენ და ერთ-ერთი ვინც ყველაზე მეტად გამოიკვეთა, ეს იყვნენ მათი პროფესორ-მასწავლებლები, ლექტორები და ამიტომ ეხა ამ ჯგუფს მინდა მიმართო, რომ ვთქვათ, თქვენს გამოცდილებასაც გაგვიზიარებთ და ვეთქვით ამ საკითხებზე, სტუდენტების საჭიროებები, ალბათ რა ვიცი, თქვენზე უკეთ არავინ არ იცის ის პრობლემები და მათ შორის თქვა თქვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, რომ როგორ გავააქტიუროთ თქვა ეს ჯგუფები უფრო მეტად, ან რა უნდა გავაკეთოთ. ამიტომ მე სახელობითად ეხლა არავის აღარ მოვიხმობ, ამიტომ თქვენ თვითონ ვისაც გექნებათ სურვილი, არა მარტო პროფესორ-მასწავლებლებს, ზოგადად თქვა ყველას ვთხოვთ, რომ მოკლედ მოხვიდეთ და თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ, მით უმეტეს თქვა ეხლა შეიძლება ცოტა შეგვცივდა კიდევაც ბევრი დრო არ გვაქვს დარჩენილი, მაგრამ რამდენიმე გამომსვლელს მე მგონი რომ აიტანს საზოგადოება. სიკო შენ ხო არ ითხოვდი? ოკეი. მაშინ შენ თქვა რა შენი ოჯახის წევრს. გამარჯობათ. მე ლაზარი რაც თქვა, მე მგონი შევეცდები, რომ ის გავაგრძელო. სტუდენტებს აქვს უამრავი საჭიროება, რომელსაც საერთოდ ვერ ხედავენ, რომ სახელმწიფო აპირებს რამენერად მოაგვაროს. ეს ცვლილებები ძირითადად თავაზობს, რომ ისინი ჩამოყალიბდნენ რაღაცა იაფურ სახელად და მალე გავიდნენ ბაზარზე. აქეთ სტუდენტები ვიღიან, რომ სახელმწიფო მათ უფლებებს დაიცავს, მათ ექნებათ რაღაც ნორმირებული სამუშაო დრო და იქნება გარანტირებული რა ხელა უნდა იყოს ანაზღაურება, რომელიც შეიძლება რომ სტუდენტს გადაუხადოს. ეს სტუდენტები ვიღიან, რომ მათთვის იქნება ღირსეული საცხოვრებელი პირობები, რომ მათ ექნებათ სტიპენდიები და ასე შემდეგ. ამის დასაცავად ჩვენ ვიღებთ ყოველთვის უფრო შემცირების რეფორმას. მე ასევე მგონია, რომ სტუდენტებს აქვთ თავიანთი გამოკეთილი პოზიცია, აქვთ ხმა, ისინი კარგად ხედავენ ამავდროულად, რომ ამ წუთას ისინი არიან ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოსწოდი ჯგუფი. ყველაზე დიდი რაოდენობა მე მგონი სტუდენტების დაიჭირა ქართულმა ოცნებამ. ეს იმასაც მეანიშნებს, რომ ისეთი ამ ყველაზე დიდი რაოდენობა გარეთ გამოსულების იყვნენ სტუდენტები. იმასაც ნიშნავს, რომ ცდილობს მათ მოერიოს და ყველაზე უფრო ეიოლება, რომ აჯობოს სტუდენტებს. და ჩვენ პირიქით მე მგონია, რომ პროფესორები ძალიან და გავაქტიურდეთ და პირველ რიგში რისთვისაც დავიბრძოლოთ მათი უფლებებისთვის უნივერსიტეტების ფარგლებში, უნივერსიტეტების გარეთ და მათი უფლებებისთვის უფლება იქცნო, პრინციპულად გამოხატონ საკუთარი პოზიცია. რა პირობებში პოზიციის გამოხატვა არის ისეთი გმირობა მათთვის, რომ ესე იოლად ვერ მოთხოვთ. მათ უნდა დაინახონ, რომ ჩვენ ყველანი გაცილებით უფრო მამაცები ვართ და მათ ვაძლიერებთ. კეთი, მე მგონი შენ და მაგალითად, დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. მაგალითად, ის რომ ძალიან ხმამაღლა და ხშირად
ვილაპარაკოთ და მოვითხოვოთ მათთვის რაღაცეები, რაც მათ ჭირდებათ. ამ საჭიროებებზე ვილაპარაკოთ მუდმივად და მოვითხოვოთ, რომ ეს საჭიროებები არსებობს და რა აკეთდება იმისთვის, რომ ეს გააკეთოს თითოეულმა ფაკულტეტმა, უნივერსიტეტმა, სახელმწიფომ და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს რაღაც ესეთი ხიჩატეხილობა კი არ იყოს, რომ პროფესორები რაღაცა თავისი სიზრუნავენ კვლევებისთვის ან ასე შემდეგ, არამედ სტუდენტების საჭიროებები ცოტა უფრო წინა პლანზე რომ წამოვიდეს და ამის ინიციატორები რო იყვნენ პროფესორები. მაგალითად, აი 120 წლის წინაც, როცა ქართველი სტუდენტები არ სწავლობდნენ საქართველოში, სწავლდნენ ტარტუში და სხვა ქვეყნებში, იქ მათ დასახმარებლად ბევრი ორგანიზაცია მოქმედებდა საქართველოში. ქუთაისში, თბილისში აღზავნიდნენ, ეხმარებოდნენ და კარგად ჩანს, რომ მაშინდელი საზოგადოება იკრიბებოდა სტუდენტების საჭიროებების ირგვლივ. და აი ასეთი შეკრებები, იდეური შეკრებებით, რომ აი რა აჭირდებათ, როგორ გავაძლიეროთ, მუდმივად უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი. ასე მგონია. ასევე მაგალითი რო აჩვენე, რომ აი მაგალითად ეხა მე მგონი ხა მაგალითად უფრო მეტი სტუდენტი დგას ვიდრე პროფესორი. ხო, რა ვიცი, ცოტა დგას სტუდენტი. არა, მუდმივად არის ეს, რომ აი ყველა პროფესორი გამოწა სტუდენტი გამოდის და აი თუ წარმოიდგენთ, თქვენ პროფესორი რამდენად უფრო ძლიერია. ხო, ძალიან რთულია, ჯერ უფრო უპასუხებს, უფრო უამრავი სხვადასხვანაირი კაპიტალი აქვს და სტუდენტს ცოტა აქვს გაცილებით. ამიტომ პროფესორი უნდა გამოდიოდეს 120% გარეთ. და სტუდენტი შეიძლება გამოვიდეს 30. ასე მგონია მე. მადლობა. არც კიდე თუ არის კითხვა, თუ არა და მე მგონი ჩვენი პირველი შეხვედრა 2026 წელს შედგა. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც მოახერხეთ მოსვლა. ბუნებრივია გავაგრძელებთ ამ დისკუსიებს. ცოტა ხანში უკვე გავიგებთ რექტორთა საბჭოს შედეგებს და ახალ ვთქვათ რაზე იმსჯელებს და რა კიდევ რა ანებლობებს აპირებენ. დიდი მადლობა და ხო კიდევ ერთხელ ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანები მინიმუმ ვინც აქ ვიკრიბებით, რომ ვიყოთ აქტიურები და რაღაცნაირად ბირთვი ვიყოთ იმ ცვლილებების უკეთესი ცვლილებების. მადლობა და შევხვდებით შემდეგ სამშაბათს 3 საათზე ისევ აქ.